ქართული ოცნება, რომელიც ცდილობს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას და ამას აკეთებს დღითი დღე, ცდილობს მედიის გაჩუმებას, ცდილობს არასამთავრობო სექტორის გაქრობას, შეფასება მინდა ამისი მოვისმინოთ და რა არის და თქვენი მოლოდინები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი, თუ არ დადგა ცვლილებები. მოგესალმები ეკა, მივესალმები თქვენ ტელემაყურებლებს. ცირა, რა თქმა უნდა, ხა როგორც 2-4-4-ია, ისეა პოლიტიკურ კრიზისს ყოველთვის თან დევს ის დანარჩენი ყველაზე პრობლემატური ეკონომიკური კრიზისი, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ. ეხა აქ ეკონომიკური კრიზისი რატომღაც ეხა ამ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ ჰოპ უცებ და ქვეყანა ჩამოიქცევა, ანუ ქვეყანა იმდენად მყარად დგას ჯერ კიდევ ჯერჯერობით, ანუ აი რაღაცა წინა პერიოდიდან ინსტიტუციები ჯერ კიდევ დგას და ნუ მათ შორის აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ინსტიტუცია არის ოცნების ხელში. ხაზი უნდა გაუსვათ, რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, ნუ დღევანდელ დღემდე ვერც ქართული ოცნება ვერ მოაღწევდა აუცილებლად ისინი მთავრობაში ვეღარ იქნებოდნენ და რა თქმა უნდა ეკონომიკაც აქამდე დღევანდელ დღეს როგორც არის ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ იქ რა იყო რა თქმა უნდა ეხა რიგი კომბინაციები, რომელიც თქვა ჩვენ ქვეყანას იმ კუთხით წაადგა, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ საწყის ეტაპზე იყო რაღაც გარკვეული პანიკა, რაღაც სწრაფად ხდებოდა ლარის გაუფასურება, ინფლაცია იყო მაღალი, თუმცა მე რაღაც სიტუაციაში უკვე დასტაბილურდა და რა თქმა უნდა, ამით ჩვენმა ქვეყანამ ისარგებლა, თქვა, ხშირად დაუსვათ კითხვა, რომ მე რა, ხო, კარგია, მაგრამ ეს კარგია იმას არ ნიშნავს, რომ შენ გძელვადიან პერსპექტივაში მომავალს კლავი, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ არც ერთი უცხოური ინვესტიცია არ არის შემოსული და რაღაცა გვერდის ავლით და მახინაციებით ხდება ძირითადად თანხების კეთება. ნუ აქ იქნებოდა რეექსპორტი თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა კომბინაციები. ამიტომ ამანაც რა თქმა უნდა წისქვილი დაასხა ქართული ოცნების წყალი დაასხა წისქვილზე. ახლა რაც შეეხება ციფრებს, მოდი მივიდეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანთან, რითიც თავს იწოლნებენ, რომ ეს არის ეკონომიკური ზრდა. 3.4%. ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის ყველაფერი კარგად. იმიტომ რომ აი მარტივ ენაზე რო ავხსნათ, ეკონომიკური ზრდა შეიძლება იყოს კონკრეტულად ერთ რაღაცა მიმართულ სექტორში, რაღაცა არ ვიცი, ეს იქნება ვთქვათ, ავტომობილების რეექსპორტის მიმართულება იქნება, ეს იქნება რაღაც სამშენებლო სექტორი, მაგრამ ვარდნა გქონდეს ძალიან ბევრში. ანუ აქ უნდა ჩაიშალოს აუცილებლად და ვნახოთ, რომ ეკონომიკური ზრდით იზრდება, ვთქვათ, ქვეყანაში მდიდრდება ადამიანები, ანუ საშუალო ფენა და ვთქვათ, საშუალოზე ქვევით რომელი ფენაც არის თუ ეს ეხება რამოდენიმე ათეულობით ან ასეულობით და როგორ არის რეალობა? რეალობა არის, რომ აქ არის ასეულობით, ვთქვათ, ადამიანი, აქ შეიძლება იყოს, არ ვიცი, ნუ 1000 ადამიანზე საუბარი, რომელიც ხელს ითმობს და რომელსაც რა თქმა უნდა ეთყობა ეკონომიკური ზრდა და მისთვის ვთქვათ, საზომი, ეგრეთ წოდებული მეტრი არ არის, როდესაც შედის სუპერმარკეტში და არ ვიცი, ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში დახლზე არ უყურებს ფასებს. მისთვის ეს გამსაზღვრელი არ არის, საერთოდ არ აინტერესებს, როდესაც აქ მილიონობით ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ყოველდღიური კალათა, რომელზეც ფასები ისტორიულად ძვირდება წლიდან წლამდე. ხა მე ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ვთქვათ, ჩემი ერთ-ერთი ვთქვათ мотиваციაც იგივე, რატომაც მე გუნდს შეუერთდი კოალიციას ცვლილებისთვის და რატომაც მინდოდა საკანონმდებლო ორგანოში მსულიყავი, იყო ვთქვათ, იგივე მუშაობა იმ ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ეხება ფასებს, იმიტომ რომ მე თქვენ გადაცემაში ეკა არაერთხელ ყოფილვარ სხვა ამპლუაში, როდესაც მე ხელმძღვანელობდი ერთ-ერთ ასოციაციას და რა თქმა უნდა რაღაცა ჩემი გარკვეული მოსაზრებები მქონდა, მათ შორის ჩვენ პარტნიორობთ მე და ნიკაც, მე და პაატას და არაერთ ასოციაციის ხელმძღვანელთან ურთიერთობა მაქვს და ჩვენ რაღაცა გამოსავალი მინდოდა მეპოვა, იმიტომ რომ ეს ფორმულა არსებობს, მაგრამ ამ ფორმულის არანაირად მომხრე არ იყო ქართული ოცნება, იმიტომ რომ იმ პერიოდშიც კი, როდესაც ჩვენ რაღაცა დავაყენეთ, რაღაც პრიორიტეტები შეიძლება ყოფილიყო, როგორც ევროპაში არის განვითარებული, ვთქვათ, ის სტრატეგია, რომ ფასები არის სტაბილური, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის ეს პრიორიტეტი არ იყო და ესეც რჩება, რომ მათთვის პრიორიტეტი ფასები არ არის. აი, ამდენი პრობლემაა ქვეყანაში, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და მოქალაქეებს აქვთ გარკვეული საჭიროებები, გარკვეული მოთხოვნები და მაჩვენებლები, რაზეც ახლა თითოეული თქვენგანი საუბრობს, ხო? და ეს მაჩვენებლები არ არის სახარბიელო. ქართული ოცნება იმის მაგივრად, რომ აი ამაზე ყველაფერზე მას ქვია ხელისუფლება, ასე დაირქვეს ყოველ
შემთხვევაში გამოაცხადეს თავი ხელისუფლებად იმის ნაცვლად რომ აი ამ ყველაფერზე იყოს კონცენტრირებული გვიწესებს დრაკონულ კანონებს და ადამიანებს ყოველდღიურად უშვებს ციხეში ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის იტაცებს ადამიანებს მთელი რიგი და პოლიტპატიმრები ყავს მოკლედ მთელი რიგი პრობლემებია რა არის მათი მთავარი საზრუნავი აი ამ რეალობიდან გამომდინარე და სადამდე მიიგვიყვანს ეს ყველაფერი თუ რა შედეგი დადგება თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდება მათი ხელისუფლებაში ყოფნა. მოკლედ ვიტყვი, მთავარი საზრუნავი არის ძალაუფლების შენარჩუნება და შენარჩუნება იმ თანხების, რომელიც ქვეყანას და ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან მიიტაცეს სამწუხაროდ. ხა რა შეიძლება მოდი ფასების ზრდა პირდაპირ პროპორციულად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. ეს ძალიან კარგად მინდა გაიგოს ჩვენმა მოსახლეობამ, რომ ესე იგი ფასი რო იზრდება, ავტომატურად ეკონომიკაც იზრდება, მაგას ნიშნავს. ამიტომ ეხა ამით თავის მოწონება რომ მარტო ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობენ და როგორც ხა ნიკამ აღნიშნა, ეგ ციფრებია ძალიან მნიშვნელოვანი, სად რა, როგორ რანაირად. ამიტომ ესეც აბსურდულია. გარდა ამისა, რა ვიცი, დოლარს ქვეყანაში ერთ-ერთი დოლარი რაც შეიძლება შექმნას და ჩვენი რაც შეიძლება გქონდეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თქვათ, პროდუქციის დანარჩენი, ანუ იგივე როცა გქონდა ჩვენ საუბარი წარმოებაზე, რომ ადგილობრივი წარმოების განმოვითაროთ სხვადასხვა მიმართულებებით. ნედლეული საქართველოში თუ კი რამე არის ფაქტობრივად, მათ შორის ხორბალი, ზეთი, ანუ პირველადი მოხმარების ნედლ ყველაფერი არის იმპორტირებული. ანუ შესაბამისად გაზი გაქვს იმპორტირებული. ნებისმიერი წარმოება რაც არ უნდა შექმნა, რიგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მეზობელი თურქეთიდან და მათ შორის რუსეთიდანაც, მინდა გითხრა, უკრაინიდანაც იმპორტირებული პროდუქცია, სადაც თქვა თავისი აქვს ხორბალი, თავისი აქვს გაზი და ასე შემდეგ, შეიძლება გაცილებით უფრო იაფი იყოს, ვიდრე საქართველოში ნაწარმოები პირობითად ვიძახი ორცხობილ. ამიტომ მიმართულება არის სოფლის ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს კლება სოფლის მეურნეობიდან და ჭარბი არის იმპორტია გაზდილი. ანუ რას ნიშნავს? გინდა არ გინდა იმპორტირებული, როდესაც არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თავისთავად ფასები არის გაზრდილი და მათ შორის ძალიან, რა ვიცი, ახლა ბევრ რაღაც მომსახურებას რაც ჭირდება. ეხლა წავალ პოლიტიკურ ჭრილში. ხო, უნდა შევაფასოთ პოლიტიკურ ჭრილში აუცილებლად ეს ყველაფერი და როგორი უნდა იყოს პასუხი ამაზე, მოქალაქეების საჭიროებების უგულებელყოფაზე და რა უნდა იცოდნენ. ნუ პირველი მოდი ახლა დღევანდელი თქვა იგივე ფარას კანონი არის, ასე შემდეგ ცენზურა რაც დაგიწესეს, რას ნიშნავს? ანუ შიში აქვს ხო რეალურად წლიდან წლამდე ხელისუფლებას ეზრდება შიში და სწორედ იმას ემსახურება, ანუ ყველა ნებისმიერი ხმამაღლა გამოთქმული, თქვა როგორ შეიძლება ახლა სიტყვა რაღაც არ ვიცი, წეგან სანამ დაიწყებოდა ეთერში საუბრობთ, რომ მიტაცება, რა შუაში ახლა აი რაღაცა მიტაცება, გინდა ოლიგარქია, გინდა რაღაცა უკანონობა. ხო, აი ხა ჩვენ როდესაც საქართველოში არ გვაქვს სასამართლო, სხვათა შორის მინდა გითხრათ იმ პერიოდში, როდესაც ბიზნეს ასოციაცია, ერთ-ერთი ბიზნეს ასოციაციას ხელმძღვანელობდა, ანუ ერთ-ერთ პრიორიტეტად ჩვენთვის და ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა იყო სასამართლო, იმიტომ რომ სასამართლო, როდესაც ბიზნესისთვის ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, ანუ სასამართლოსთვის რომ მიგემართა წლები ჭირდებოდა დავას. ეხლა სასამართლოს, ესე იგი პოლიტიკური ნიშნით თუ მიმართავენ, საათები ჭირდება და მოგვარებული არის და ანუ მოგვარებული არის კი ვიცით, როგორც ანუ არა აქვს მნიშვნელობა, ეხლა ქუჩაში შეიძლება საერთოდ ადამიანს არ იცნო და მოწმედ მოიყვანონ და დამთავრდეს. ანუ ამ სასამართლოს პირობებში ეხლა საქართველოში იმაზე ვისაუბროთ, რომ ვინმე ინვესტიციას ჩადებს, მე აქ სხვათა შორის მაქვს მე ბიზნეს წრეებთან საუბარი და მათ შორის იმ წარმატებულ ბიზნესმენებსაც, ვისაც საკმაოდ სერიოზული პროექტები აქვს განვითარებული და აქვს საშუალება, რეინვესტირებაზეც კი დაფიქრებულები არიან, მათ შორის მინდა გითხრა სახელმწიფოსთან დაახლოებული ის პირებიც, იმიტომ რომ რეალურად საფრთხეს ხედავენ, რეალურად საფრთხე არის სერიოზული, იმიტომ რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში იმდენი ადამიანი დასაქცევდა, ეხლა მოსამართლეებზე აღარ ვიძახი, წინა შინაგან საქმეთა მინისტრი მაგნიცკის სიაში მოყვა, ну ეხლა თვალსაჩინო ვარ მთელი მსოფლიოსთვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მაგნიცკის სიაში. ხა ჩვენ როდესაც ესეთ პრობლემებს ვაწყდებით ქვეყანაში, როდესაც შენ ყავს ამდენი პოლიტპატიმარი, შენ ყავს ოპოზიციურ პარტიაში ლიდერი კოალიციის, ეხლა ხმამაღლა შემეძლია თქვა, იმიტომ რომ ჩვენ ავიღეთ პირველი ადგილი ოპოზიციურ სპექტრში. ყავს ტყვეობაში მელია ავიღოთ, ზურა გირჩი ჯაფარიძე ავიღოთ და რა ვიცი, უახლოეს დღეებში ნიკა გვარამიასაც რა თქმა უნდა, ეხლა რაღაც სისულელის გამო დაიჭერენ. და ამ დროს ეხლა ჩვენ როდესაც ამდენი პრობლემა არის და დღეს თელი თქვენი ეთერის საშუალებითაც მათ შორის თქვა და არაერთ სხვა ეთერის საშუალებით უსმენ, რომ მსჯელობა მიდის, რომ ესე იგი
გავიდეთ თუ არა ახალ არჩევნებზე, ხალხო, რა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ? სამარცხვინოა საერთოდ საუბარი, იმიტომ რომ თქვათ იგივე ვინც ეს არჩევნები ჩაატარა იმ ადამიანების ხელში, როგორ შეიძლება რომ გავიდეთ და რა უნდა მოუგო, რომელი ქალაქი უნდა მოუგო. ზუსტად ისევე გაიправებენ და უკეთესად გაიправებენ, ეხლა 55-ს კი არ დაიწერენ, დაიწერენ 75%. და ხელს არაფერი არ შეუშვა. ის ადამიანები და ის პოლიტპატიმრები დღეს რის გამოზიან ციხეში, ხალხო, და რა გინდათ, რომ ეხლა მაგაზე დაიწყოს ვაჭრობა, რომ ჩვენ ამად არავითარ შემთხვევაში მაგას ბოდიში და არ ვაპატიებთ ნამდვილად, ჩვენი კოალიცია მტკიცედ გავართ, ამიტომ არიან ჩვენი კოალიციის ლიდერები, დევნილები, არავითარ შემთხვევაში. დღეს ამ თამაშში შესვლა არის პირდაპირ მნიშვნელობით ის თქვა, ხო შეიძლება გაправება ქართული ოცნებისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნები მიიტაცონ თუ მიითვისონ, არ ვიცი, რა ის თქვა შემიძლია? მიითვისონ.